შეიარა აბურაჯის ხაბმა. Zabunija. გერჯიდან მოდიხარ ბიძია. ვალიკო აბულაძე ხომ არ გინახავ? მეხუთე თვეა, მამისგან წერილი არ მიგვიღია. აბულაძეა ჩვენი გვარი. ხომ არ გინახავთ სადაც? სახელი რა ქვია მამაშენს? ვალიკო. არა შვილო, არ მინახავს. კარგი ბატონო. იცოლა მეტიას ბიჭი ცალფეხა დაბრუნდა. საშურიამ გეოგრაფიის სახელმძღვანელო დამიკარგა. Zabuni, შვილო. ხო დედა. ჩემს ავადმყოფობაზე ნურაფერს მისწე. დედა შემოგევლოს. კარგი. მისწერე, რომ შეშაც გვაქვს. და არც საჭმელი გვაკლია. მოიცაგო გვერდები უნდა მიმტვრი.
ქერჩიდან მოდიხარ ბიძია. სტალინგრადიდან. 5 თვეა მამისგან წერილი არ მეგვიღია. რა ქვია მამაშენს? ვალიკო აბულაძე. ხომ არ შეხვედრია? არა შვილო. დღეს თუ არა ხვალ გამოჩდება ვინმე მამა შენი სამხანაკი. Понимаешь, ищет однополчан своего отца. А отца-то как звать? Абуладзе, Валико. Нет, не слыхал. Πατέρα ვინ არის შენი? ვალიკო აბულაძე. მე დაგადირებს პატარა ქალი. მამა შენი კარგად არის. წამოსulis დღეს ვნახე. და თქვენთან დამაბარა ჩემი დარდინო ექნებათ. მე არაფერი მიჭირს. ხო? ვისთან მიდიხარ, ლოლო? ერთი დაჭრილის ნახვა მინდა. გამიშვირა ჩემო ბაბუ. ვინ არის, შვილო? რა გვარია? გვარი არ ვიცი, ბაბუ. მამა ჩემი სამხანაკია. აი, შეგრახა შელა. გვარის კითხვა რავა დაგავიწყდა, გოგო. დედაც გამიწყრა, ჯერ ცრემლები გადმოყარა. კოცნა და მკოცნა. მერე მომდგა და შავი დღე დამაყენა. ახლა რაღა გვეშველება. ის კაცი როგორ გავიპოვოთო? ძლივს დავაწყნარე. ნუ გეშინია ქვესკნელს გავხეთკავ და ვიპოვი მეთქი. ულებას. რა ვქრათ ახლა? რომ არ ვიცი, ის კაცი რომელ პალატაში დააწვინეს? ერთი რომ შევხედო, მაშინ ვევიცნო. ორ სიტყვას ვეტყვი და გამოვალ. არ შევაწუხებ. ეგეთ, ხედავ, ხევის ბოლოში ქალი რომ დგას. გუშინდელებს ის გიჩვენეს. ეგეთ. მითანი ბიძია. მე ვალიკო აბულაძის გოგო ვარ. გუშინ როგორ დავიბენი ბიძია. მამის ამბავი არც კი მიკითხავს. ლაპარაკით ხომ არ შეგაწუხებთ? ამხანაგო მაიორო. ამ ბარათს გწერს უფროსი სერჟანტი არჩილ მესხი მეორე ქირურგიული პალატიდან.
არ მინდოდა თქვენი შეწუხება, მაგრამ რა ვქნა ჩემი საქმე ისე წავიდა ამ ჰოსპიტალში აღარ დამედგომება. რამე უნდა მისაშველოთ და სხვაგან გადამიყვანოთ. არ დავეძებ სადაც იქნება, ოღონდ ამ ქალაქს მომაცილეთ. თქვენ ალბათ იცით, რომ ჩემთან ხშირად დადის პატარა გოგო ცაბუნია. იმ საწყალს გონია და სხვებიც დარწმუნებული არიან, რომ მე მამამისის მეგობარი და ფრონტელი ამხანაგი ვარ. სამწუხაროდ ეს ასე არ არის. ცაბუნიას მამა მე თვალითაც არ მინახავს. არც ფრონტზე და არც სხვაგან. მისი სახელი და გვარი აქ გავიგონეს სადგურზე, როდესაც ცაბუნია დაჭრილებს მამის ამბავს ეკითხებოდა. ამდენ ხანს ერთი სიტყვა რომ არ მოიწერა. ნეტავი რას ფიქრობს? დედაჩემი არ ეცოდება. ზოგჯერ ჯარისკაცს საგანგებო დავალებას მისცემენ და სადმე შორს გაგზავნიან. იქიდან არამს თუ წერილს, მოკითხვას ვერავის დააბარებ. ან შეიძლება გზაში ფოსტა დაბომბეს. ომია. რა სიზამ? ასე გავები მახეში ამხანაგო მაიორო. ეს პატარა გოგო ისე შემეჩვია და მომენტო თითქოს მისი ღვიძლი ნათესავი ვიყო. შეიძლება შევცდი, არასწორად მომიქეცი სადგურზე რომ დაუძახე და ვუთხარი, მე ვიცნობ ვალიკო აბულაძეს ამას წინათ ვნახე და კარგად არის მეთქი, მაგრამ იმ წუთში მე ისე მინდოდა მისი გახარება, აზრადაც არ მომსვლია თუ ის ორი სიტყვა ამ ცეცხლში ჩამაგდებდა. ნერწმუნეთ ამხანაგო მაიორო, დილას რომ გავიღვიძებ, მეც არაფერს ვფიქრობ. დღეს ცაბუნია მოვა და მზად უნდა დავხვდე. და მეც ვთხზავ მამამისის გმირობის ამბებს. ვალიკო აბულაძემ ტანკს ცეცხლი წაუკიდა. ვალიკო აბულაძემ ტყვე მოიყვანა. ვალიკო აბულაძემ დაჭრილი ამხანაგი გადაარჩინა. დავიღალე ამხანაგო მაიორო. აღარ შემიძლია ამდენი ტყუილის მოგონება. თანაც მეშინია, არაფერი აურდაურიო, არაფერი შემეშალოს. თორემ ყველაფერი გამოაშკარავდება და მერე ცაბუნია ისევ მეწავალ ამ ქალაქიდან ასე აჯობებს. ცაბუნია კი ელოდოს მამას. ომში ყველაფერი მოსავალია. ზოგჯერ კაცს გამოიტირებ, ჯვარს დაუსვამ. მერე ერთ მშვენიერ დღეს გაიხედავ და ის კაცი აგერ არ მოდის, ცოცხალი და ტანმრთელი.